სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღევანდელი სახარება ეხება საფუძველს ჩვენი ღმერთთან ურთიერთობისას. რაც ყველაზე მთავარი უნდა იყოს, ეს არის სიმდაბლე ღვთის წინაშე. სიმდაბლე, თავმდაბლობა ღვთის წინაშე. სანამ სიმდაბლეზე ვისაუბრებთ, მე კიდე გაჩვენოთ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ისაუბროს ადამიანმა სახარებით. აი ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ სახარება უნდა ვიკითხოთ, სწავლობდეთ, გახსოვდეს, ცხოვრების ყოველ დღე ეს ჩვენში იყოს, ხო? რატომ? იმიტომ რომ შემდეგ ჩვენ სახარების ენაზე ვიწყებთ საუბარს, ხო? და ამაზე დიდებული რა უნდა იყოს, რომ ის ენა, რომელიც წმინდა წერილშია, ჩვენშია უკვე და ჩვენ ერთმანეთს ამენით ვესაუბრებით. ეს ფუჭი, ყალბი, ამ ქვეყნიური მიწიერი ენა კი არ არის ჩვენი ეს ზოგჯერ უხეში, ზოგჯერ გარყვნილი ხანდახან, ხო? არამედ სახარების ენა, ხო? აი მაგალითად ნახეთ, თქვენ ყველას წაკითხავთ ზიარების წინალოცვები, ხო? წაკითხავთ. და თუ გახსოვდეთ, თუ დაკვირვები ხართ თქვენ თვითონ, მეორე ლოცვა ასეთია. უფალო ღმერთო ჩემო, უწყი რამე თუ არა ვარ ღირსი, არცა კმა, რათა სართულსა ქვეშე სახსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, რადგან სრულიად ოხერ და დაცემულ არს და არა გაქვს ჩემ შორის ადგილი ღირსი, ანუ ადგილი შესაფერისი, სადაც შეგიძლია თავი მოიდრიკო შენ, ანუ შემოხვიდე. ვის სიტყვებს ვამბობ ჩვენ აქ? ვისი? როგორ? დღეს რაც აი ასის თავმა რაც უთხრა, იმ სიტყვებს ვამბობ ჩვენ აი ამ ლოცვაში, გესმით? ღმერთს ვეუბნებით, რომ მე ვიცი, რომ არა ვარ მე ღირსი, რომ ჩემ სახლის სართულში შემოხვიდეო, რადგან სრულიად ოხერი და დაცემულია ეს ჩემი სახლი და შენ არ შეგეფერება აქ შემოსვლა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ ჩემს სულზე, ხო? ჩემს არსებაზე, ხო? ღმერთს ვეუბნებით, რომ აი ზიარება უნდა მოვიდე შენთან ზიარებაზე, ხო? ამას ვეუბნებით ღმერთს. მოვდივარ ზიარებაზე, მაგრამ თან გეუბნები, რომ არა ვარ მე ღირსი, რომ შენ შემოხვიდე ჩემში, რადგან ეს ჩემი სახლი, ანუ ჩემი სხეული, ჩემი სული, გული დაცემულია და ცოდვითაა სავსე, ხო? ნახეთ და სახარებაში რასაც ამბობს, ის ასისთავი და უფალი რასაც პასუხობს, შენს არის იოანე ოქროპირმა შემდეგ ლოცვაში გამოიყენა. გესმით? ლოცვაში ამბობს, ეს არის იოანე ოქროპირის ლოცვა, მეორე ლოცვა, რომელსაც ჩვენ ზიარების წინა ლოცვებში ვკითხულობთ. გესმით? აი ასე, როდესაც ჩვენ კარგად ვიცნობთ სახარებას, როდესაც ჩვენ ეს სიტყვები უკვე ჩვენია, ჩვენშია, შეიძლება წაკითხვა ლოცვის სულაც აღარ დაგჭირდეს. რატომ? შენ თვითონ ლაპარაკობ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის, რაც ღმერთს უნდა უთხრა, შენშია უკვე და ამოდის შენგან ის, იმიტომ რომ შენ კარგად იცი წმინდა წერილი. გესმით? აი ასეთები უნდა გავხდეთ ჩვენ. ასეთი მორწმუნეები უნდა ვიყოთ. და რა მოხდა ამ სახარებაში, ეს თქვენთვის ნაცნობია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ეს მოხდა კაპერნაუმში გარნიზონი იდგა, 100 ჯარისკაცი იდგა რომის იმპერიის, როგორც ყოველთვის ოკუპირებულ ქვეყნებში, ხო, ქალაქებში ყველგან დგას გარნიზონები, რომ თუ რამ მოხდა, გააკონტროლონ დაპყრობილი მიწა, ოკუპირებული მიწა და იქაც იდგა რომაული ასეული, ასე თქვა. და რომაელი კაცი იყო იქ, რომელიც როგორც ჩანს პატივს სცემდა იუდეველებს, რომ ესენი ურთიერთობაში შედიოდნენ ერთმანეთთან. ხო, ესენი ამდენი ხანი წლობით იდგნენ ალბათ იქ და ეს რომაელი ასისთავი პატივს სცემდა, უყვარდა და პარალელურ ადგილას ლუკას სახარებაში როგორც წერია, რომ მოხუცი ხალხი მივიდაო, უხუცესები იესოსთან და უთხრესო, რომ მსახური უკვდებაო ამ ასისთავს. ძიმესნეულება აქვს, რაღაც დაცემულია, უკვე აგონიაშიაო, ასე წერია. სულთ ბრძოლიაო, აგონიაშია კვდება უკვე და დაეხმარეო, იმიტომ რომ ღირსიაო, უყვარს ჩვენი ხალხი და აი ეს სინაგოგაო, მანაგვიშენაო, ეუნებიან და ამ სინაგოგის ნანგრევები დღესაც არის კაპერნაუმში. ის სინაგოგა, რომელიც აი მასისთავმა ააშენა. და დგება იესო და მიდის. და ამ დროს ასისთავი შემოუთვლის, მათი ამბობს, რომ ასისთავმა ასე უთხრაო, მაგრამ ლუკასთან წერია, რომ შემოუთვალა მსახურის პირდო. იგივეა, პრინციპი ის ნათქვამია, რომ არ მოხვიდე ჩემთან, რადგან მე არა ვარ ღირსი, რომ ჩემ სახლში შემოხვიდე, რადგან იცის მან, რომ იუდეველი მოძღვრისთვის არ შეიძლება წარმართა სახლში შესვლა არ შეიძლება, ხო? ესეთი კანონი ჰქონდათ მათ. იესო კი შევიდოდა მის სახლში მაინც, იმიტომ რომ უფალი სხვანაირი იყო.
მაგრამ მან იცის და ამიტომ მეუბნება რომ არ შემოხვიდე და ამბობს მეც ვემორჩილები ბრძანებებს სასისთავე მეც ვემორჩილები ჩემს ზევით ვინც არის და მეც მემორჩილებიან ჩემს ქვევით ვინც არის და ისე მემორჩილებიან რომ ვეტყვი ჯარისკაცს შემოწმება არ მჭირდება წადი ის მიდის მოდი მოვა გააკეთე აკეთებს იმიტომ რომ რომის ჯარში იყო უმკაცრესი დისციპლინა და ჯარის ასისთავია უნება რომ აი როგორც მე მემორჩილებიან ჩემი ჯარისკაცები ბრძანეს სიტყვით და შორიდან შეგიძლია ჩემი მსახურის განკურნება ესმით აი ესეთია მისი რწმენა აი თავის მაგალითით იმსჯელა და ეუბნება რომ შენ გემორჩილება ყველაფერი ამ სამყაროში შენ სიტყვით შეგიძლია თქვა და განკურნო ჩემი მონა და იშვიათად ხედავ ჩვენ სახარებაში რომ გაუკვირდაო იესოს რა უნდა გაუკვირდეს ძეღთისას ძეღმერც რა უნდა გაუკვირდეს გაუკვირდაო და მოუტრიალ და მიუდეველებს რომ მოსდევდნენ მას თავის მოციქულები სხვა ებრაელები და ეუბნება რომ ხედავთ აი ასეთი რწმენა ამას რომ აქვს ასის თავს ისრაელში არსად არ მინახავს ისრაელში არ მინახავს აი ამ რომაელის მსგავსი რწმენა ჩვენ ეს ადრე გვითხოვს მაგრამ კიდევ ერთხელ რა გაუკვირდა უფალს რა გაუკვირდა უფალს ხო ძალიან საინტერესოა აი რამ გააკვირვა იესო ქრისტე იმიტომ მან რომ თქვა რომ არა ვარ ღირსი შენი წყალობის აი ამან გააკვირვა უფალი ყველა მას ებრაელების ხვები ეუბნებოდნენ რომ ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ ჩვენ ღირსები ვართ ჩვენ გვეკუთვნის ჩვენია სასუფეველი აი ამ ამპარტავნებაში მათ მიაჩნიათ რომ მათ ეკუთვნით სასუფეველი იმიტომაც არ მიიღეს ტანჯული იესო ტანჯული ძეღმერთი იმიტომ არ მიიღეს ჩვენ რა გვინდა გამოხსნა ჩვენ რა გვინდა შენი მსხვერპლი ჩვენ ისედაც აბრაამის შთამომავლები ვართ და გვეკუთვნის აი ისრაელში ასეთი სიტყვა მე არ მომისმენია ამბობს უფალი რომ კაცი ამბობს რომ არა ვარ მე შენი წყალობის ღირსი ყველა ვინც მასთან მოდიოდა აი გახსოვთ ის რომ მოვიდა დიდარი მღვდელმთავარი რომ მოვიდა რა უთხრა ყველაფერი დაცული მაქვს ბავშვობიდან რაღა მაკლია მე აი ესეთი ცოტა ირონიული ტონით ეკითხება რაღა მაკლია მე როცა სასუფეველში შევიდე გესმით და ქრისტე მას ეუბნება რომ წადი მაშინ გაყიდე ყველაფერი და მოდი და ვერ ყიდი თავის სიმდრეს მიჯაჭვულია სიმდრეზე ხარბია გული უთქმის სიმდრისთვის და ვერ თმობს და თან მიაჩნია აი ამ ცოდვაში ჩაფლულს რომ თან მიაჩნია რომ ღირსია რომ მასთან შევიდეს გესმით და ეს რომაელს არა ვარ ღირსი ამიტომაც ქრისტე ასე ამთავრებს თავდებოდა ეს მონაკვეთი რომ ქრისტე უნება აი ამიტომაც აი იმიტომ რომ ესენი ასეთი სიმდაბლით უყურებენ ჩემს მოსვლას ბევრი არაებრაელი არაიუდეველი წარმართაგან მოვა და დაიმკვიდრებს სასუფეველს და ის ვისაც თავიდან ეკუთვნოდა ის გაგდებული იქნება გარეთ და ასეც მოხდა ხომ ისრაელი დატოვეს მესამოციქულებმა შემდეგ და წავიდნენ სოფლიოს მოედნენ და იქადაგეს სარწმუნოება და ბევრმა წარმართმა დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი აი ეს არის ამ ადგილის შინაარსი და გვახსოვდეს რომ აი ეს ასისთავისთან საუბარში უფლის ყველაზე მთავარი რაც გაუკვირდა უფალს არის სიმდაბლე მისი სიმდაბლე ამიტომ ჩვენც ყოველთვის სიმდაბლით უნდა მივიახლოთ უფალს რადგან არაფერი კეთილი ჩვენ არ გვიქნია ღმერთის წინაშე არაფერი ისეთი ჩვენ არ გვიქნია რომ გვეკუთვნოდეს ცათა სასუფეველი მხოლოდ მადლით ხართ გამოხსნილი ნიშნავს რომ მხოლოდ უფალმა ინება ის რომ ჩვენ მოგვეცა უბრალოდ გვაჩუქა ცათა სასუფეველი და სამოთხეში დაბრუნება უბრალოდ გვაჩუქა ღმერთმა არავის ეს არ დაუმსახურებია ამიტომაც ეს მადლის საჩუქარი უნდა მიიღოს ყველამ და აღარ გაუშვას მას ხელი ჩვენთან არს ღმერთი არს დაიყოს